ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სინამდვილეში რას გულისხმობთ თავისუფალ ნებაში. თავისუფლება ყველაფრის კეთების უფლებაშია. ადამიანს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება. აი ეს შეხედულება პრაქტიკულად დღეს თანამედროვე ნეირომეცნიერებაში ყოველ შემთხვევაში მაინც და მაინც გავრცელებული აღარ არის. არსებობს მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი, დეტერმინისტული სამყარო, მაგრამ ადამიანს რაღაც ცნობიერი გადაწყვეტილების მიღების საშუალება აქვს და უმეტესად ნეირომეცნიერებაში აი თავისუფალ ნებაში ეს მოიაზრება ხოლმე. და პრაქტიკულად ეხმიანება კიდეც არისტოტელეს შეხედულებას აი ეთიკაში, რასაც აღწერს, რომ ადამიანს აქვს თავისი სურვილები და ვნებები და ამავე დროს ყველა ადამიანმა თავისთავად აპრიორულად იცის, მაგალითად რა არის კარგი და რა არის ცუდი და თავისუფლება ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ეს დათრგუნოს თავისი სურვილები და ვნებები და ის სწორედ ამ დათრგუნვაში გამოიხატება ეს თავისუფალი ნება.